კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი შეხვდა. გიორგი აბაშიშვილი სტუდენტებს ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ამ მხრივ დღეს არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე ესაუბრა. მომხსენებელმა განსაკუთრებული ყურადღება ეროვნული ბანკი და საბანკო ზედამხედველობის გამოყოფის საკითხზე გაამახვილა. შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა. აუდიტორიის კითხვები ქვეყნის ეკონომიკურ სტრატეგიას, ლარის დევალვაციაზე მოქმედ შიდა და გარე ფაქტორებს შეეხებოდა. მადლობა გადავუხადო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამ შესაძლებლობისთვის. ყოველთვის მნიშვნელოვანია საუბარი სტუდენტებთან და ეს ჩვენ ასე ვისაუბრებთ ეკონომიკის წინაშე მდგარ აქტუალურ საკითხებზე. ბუნებრივია და ამავდროულად ვპასუხობ ყველა იმ შეკითხვას, რომელიც სტუდენტებს შესაძლოა ჰქონდეთ. მოგეხსენებათ, საქართველოში ესეთი სიტუაცია, ბევრ რამეში არ ეთანხმებიან ერთმანეთს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მთავრობა, ეროვნული ბანკი და სტუდენტებს აინტერესებდათ ბატონი გიორგის მოსაზრებები დღეს მიმდინარე საკითხებზე. შეეხო როგორც რეგიონულ დონეზე ჩატარებულ კონფერენციებს, მაგალითად EBRD-ის კონფერენცია, საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ ჩატარებულ კონფერენციას და ასე შემდეგ, ასევე განვიხილეთ გარე ფაქტორები, რაც საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა. გიორგი აბაშიშვილმა შეხვედრისას ქვეყნის განვითარების პროცესში ეკონომიკური პროგნოზირების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.